მე უნდა დამენახა და რატო? მეგრელს, იმიტომ დედა გზნობს ყველაზე მეტად შვილის ხო ვიცით ახლა ხო? ეხლა ნახე რატო არის? დიდახე, ხო გასულ დიდახე რო განა. დიდახე ბეზურად როგორი წერება ეს რას ნიშნავს? შეგონებანი. შეგონებანი. განა დედა შვილს შეგონებას აღარ ძლევს. შემდეგ არის ბეზური სიტყვა, დიდაქტიკა. პედაგოგიკის ნაწილია. მოზღვრება სწავლების შინაარსის, მეთოდებისა და ორგანიზაციული ფორმების შესახებ. ეხლა რუსულად წავიკითხავ პირდაპირ ეტიმოლოგია. ეტიმოლოგია არის სიტყვის წარმომავლობის ასლა განმარტება. Происходит от древнего греческого дидаско. ახლა გაიგე რა ქვი? დიდასკო. ანუ ეხლა აუჩაიუში ის დიდაკო. учит რუსული მეგონი სიტყვა, ხო? Восходит к древнееврейского слова мудрость. ეხლა ეს სიტყვები რო გავაერთიანო და რო დავწეროთ ეს ბერძნული სიტყვა. ნახე? დიდასკოწერია. პირდაპირ დავწერე ხარ ასე ისე. სკოლა. აბა რა წერია მეგრელებმა რა წერია? დიდასკოლა, მაგრამ ქართულად რა წერია ხა გეტყვით. არა. დედაშვილობა რა იქნება? აჰა. ეს არის დედაშვილობა. აი ეს ციგნი არის დიდახე, რომელიც იქეწედა. ბერძნულად არისო შეგონებანი. დიდაქტიკა სიტყვა არისო დედასკო, რომელიც ქართულად რო გადმოვიყანო და ბეგრუდან გადმოვიყანო და დედაშვილობა. თუ დედამ არ იგზნო შვილის ნამოქმედარი, მეტი ვინიგი. ამიტომ მე როგორც კი მამაკაცი ვარ, მაგრამ აი ამ ბანთან მე დედა ვარ, იმიტომ მეგრული ნომანი თქვენს ყველა ვიწყეს ქართულად საუბრობთ, ყველა მეგრულად საუბრობთ იმას. თქვენ წინაპრები, გამიგეთ? მე გავყოსულა. ამან შექმნა ეს ამბავი, ქედული ამბავი. და სწორედ მე როგორც დედას, ხო, პარაპოტენციურად რა თქმა უნდა მეგრულა უნდა მენახა ეს ასწავლო. დედაშვილობა. აი ეს იყო იმ 12 მოციქულს, რასაც ასწავლიდა და იმ 12 მოციქულმა მე სხვა კიდე ვისაც ასწავლა იქით. ეხლა მოვიდით ბოლომდე და მე ის რა ქვია, დამრჩება მე ჩვენ კიდე გვარიანი დრო კიდე ნახევარ საათი კიდე დამრჩება ის რა ქვია, სალაპარაკო. ერთმანეთში. თავი ხო მამაა. ბატონო? მამა ხო თავი მამაა. გვარის გაგრძელება, ჯიშის გაგრძელება. უ ეხლა მაღაზი ვერ ვიდავებ ჩვენ, მაგრამ როგორც ამ დედამიწაზე კი? ამ დედამიწაზე კი? მაგრამ დედა კიდე აუცილებელი. როგორ? ახლობა თუ არის ხო, მე და სკოლაზე ეკარგება. რატო იკარგება ასე? მართლმადიდებლობა და რომელი? არა, ისა ორი კითხვა არის ახლა და პირველი გემო თუ აღდგომა არ იყო მეურები რატო იკარგება ცხოვრებას ასე? ჩვარცმა არ იყო. იმიტომ რომ მართლმადიდებლობა მოდი ასე ვთქვათ, დაიბადე შენ გიორგი გრეჯგორი, ხო? არა გაქვს ბიბლია. იმ ქვეყანაში არა ხარ. მოხდი სხვა ქვეყანაში. შენთვის არ არსებობს მაშინ აღდგომა. შენთვის არ არსებობს აღდგომა. შენთვის ქრისტე არც ღმერთია. იმიტომ ისინი ღმერთს არ ეძახიან, ისინი ეძახიან ღმერთის შვილს. ღმერთის შვილს კი ბატონო. სხვათა შორის ბიბლიაში არსად კაცი შვილი ერთ წყარეს ვერ მომინახე, სადაც ქრისტე ამბობს მე ღმერთი ვარ. არ არსებობს. ქრისტიანობა არ იყო არაფერი. ქრისტიანობა იყო მართლმადიდებლობა სხვათა შორის. მართლმადიდებლობა იყო. აი ეს სლავებს რომ ვიძახეთ, ისინი მართლმადიდებლები იყვნენ. ერთი ციგნი ჰქონდა და ეწერა ართალ-მართალი. კი ბატონო. ხო. ართალ-მართალი. და სხვათა შორის კიდე ერთი რაღაცა მაქვს, ერთი რაღაც გამახსენე ახლა ცისნამი რომ მე მაგს ისეთი როგორ? ვიგებძია. ნუ რა ვიცი, ყველა ეს გასუბრიობა ექვსი სიმართლე. ეს ასე აბარო სიმართლეს ყველა ეს ცემსოფიოში ყოველდა კიდე იქნება ბრძოლა, აბა როგორ? თუ ბრძოლა არ იქნება ეს არ აინდება, მინუსი და პლუსიც არის. ჩარტი ორივე მინუსი არ აინდება. ჩარტი პლუსი ორივე არ აინდება. ეს მუდამ უნდა იყოს. მაგრამ არის ბალანსი ირღვევა, გამიგე? როცა ბალანსი ირღვევა, ნამეტანი არც იკეთებარდა. ნუ დაიგრევა იმ წუთში. და არც ნამეტანი სიმდელი კიდე ისა, იმიტომ რომ იქაც დაირღვევა ბალანსი. ბატონო? ეხლა დარღვეულია. დარღვეულია, ბა?
გარღვეულია და ეხლა მიდის დაბალანსების პროცესში ვარ და დედამიწა არის დაბალანსების პროცესში. ჩვენ ამას ვერ ვგზნობ. მაგრამ მიდის დაბალანსების პროცესი. ხო, ისიც გამიდოდა ცისლამი. იმაზე გამახსენე ხა რაც მითხარი, არის ესეთი წიგნი კი არ არის, ფრესკა არის სხვადასხვის, სადაც კოლხები თავისი ხელით აძლევს, ერთი კოლხელი თავისი ხელით აძლევს სლავს. ეხლა ჩვენ რო უყურებთ რუსებს, ის რუსები არ არიან ისლავები, როგორც ჩვენა ვართ, ის ქართველები, რომელიც წინათ იყო. ჩვენ იმათი არაფერი არ გვეთყობა აბსოლუტურად, ტყუილად ვიხადით. და ეს კოლხი აძლევს ოქროს საწვის. ოქროს საწვის თავისი ხელით, თავისი ნებით აძლევს. აი თითქოს როგორც იცი ესტაფეტა რო გადავცე მე ვინეს. გამიგე ისეთაირად. ეს არის ოქროს იმაში ყველაფერი ნაკეთობაში. მოვაგრო და მაგასაც გამოვიდა. ორად სამი ქვეყანა იყო საქართველოს. ეს კი. ვერ გაშალეს ეს ერთად. სიტყვა ოქროში არის ქრისტეს კუძე. ვერაცეს. ანუ ჯვარი. ალათის ხალხი დამუხლეს და თავი მიწას დააკეთეს. იმას ეს ამას ეს და მე საბერძნეთის სხვათა შორის განახორდა მათი შეგნება ცოტა ტყუილებზე ორატორი ქვეყანა ვართ ეხლა სპარტონოდა православная Россия и православная Турция. აი ჩვენ შორის კი ვართ, მაგრამ აი მოდი ეს ხმამაღლა არ მithმობ, მომსახავს კი, მაგრამ აი ჩვენ რო ვიხადნიდა რომ ტრაბახობ რაღაცა. ეხლა მოდი რაღაც წამოჭერით ეს საკითხი, მაგასაც პოლიტიკოს შეეხება, მაგრამ ეს ფიზიკურად ეს ჩვენშია შესაძლებელი ეს საკითხი, ნუ საკითხია. აი ჩვენ რო ვიხადნიდა რომ ტრაბახობ და აი ქრისტიანები და რა. მოდი ეხლა თქვათ ასეთი სიტუაცია წინ აღმოჩნდა. აი შენ როგორც ქართველს დღეს ესე იგი მოგეცა იმის უფლება რომ დაიცვა ქრისტიანობა. დავიჭრე დრო შახელში. წამში ხელს მოგვაცლია. მე თავს წაგვაცლია. და მე მიწასაგან ჩაგუტრია და ჩაგმარხა. ხო ასეა. ვინ ხარ შენ? ვინ წაგვაცლის? ვიც არ მტერი სობრიოში. სობრიო მასოები და რუსების დაჭერა დაკავებული ყავს ქართველების და კი ბატონო ასე თუ რუსული დუმას აყარ კი ბატონო რუსული არაფერი აღარ არის ეხლა როგორ არის საუკუნეა ეკუთვნის სხვებს ეს რუსების როგორც საქართველოს ეხლა პოლიტიკა როგორ გადავიდი სხვა იმაში მაგრამ კარგი ესე იგი მსოფლიო პოლიტიკა როგორ დარდება დღეს არის ისრაელი და აქეთ არის ამერიკა ხო ისრაელს აქვს იდეა მოდი ასე უხეშავ თქვათ და მატერია უჭერს ასრულებს ამერიკა ქოლგავს მას იმის თავი დაკეთებს ყველაფერს და ის ქოლგავს კრიშავს ასე ვთქვათ დღევანდელი ის ხო პრინციპში მომავალი სოფიოს ის რა ქვია ჩვენი თუ გაინტერესებს მაშინ ასე წავა ეს გვინდა გვიყვარს არ გვიყვარს მაგაზე არ არის კაცო ასე მოხდება როგორ ჩვენ ვიქნებით იდეოლოგები იმიტომ რომ რუსეთს ჩვენ სულიერად ჭირდებით ბევრ რაღაცაში და ავტომატურად ის უნდა გამოვიდეს ჩვენი კრიშა მაგრამ ჩვენ აქეთ იმას ვუყურებ და ესე არ გამოვიდა ეხლა წერია ბიჭო ვიცი სტალინი კიდე ის იყო კაცო ბოლო ვიცი და არ მინდა ესე წამოვა ვიცი ყველა ურია ეხლა გეტყვით ეხლა ურია კი არა გეტყვით სასწავლებს გეტყვით ამათი რა იქიდან მიტყვა აქედან გეტყვით სტალინი ურია იყო კი ბატონო ეხლა გეტყვით იმას ესე იმის შევარნაძის დროს იყო უშიშროების კაი უაშებიანი კაცი იყო ნუ კაი კაცად იყო მაშინ ცნობილი ცნობილი კაცი იყო მაგ გვარი აღარ მახსოვს და მას მიუტანეს ნუ ქვედა ინსტანციებიდან მიუტანეს წერილი ჩუმად ცეგაში პოლიტიკურ თბილისში ვიჩის და ნუ სიტყვაზე 20 კაციდან 12 თუ 13 ყველა აღმოჩნდა მაბატიეთ და მიდარასდა უყურებს ეს კაცი და შენ რა ხარ კარგად საიდან გადამტკიცებული აბა ბატონო როგორი გადავა ჯუდამავს ეს თობილი კაი კაცას თხოვდა ხა მაგას უშიშროების ის იყო ხო და კარგიო შენ ეს ახლა არსად არ თქვაო იმიტომ ახლა ეს ასეთი ამბავი რო თქვა წახდა ქვეყნის ისა ინტერესის და ისა სახელი წამი გამიგედა ამათო მე ნელა მივხედავ გამიგედა მე დაახსნა თუ რა გავუკეთე მე არ ვიცი მაგრამ ასეთი მოხდებოდა იმ დროს ცეკას დროსაც ჩემო კარგი
გამიგეთ? ამიტომ ეხლა რო ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები და მართლმადიდებლები და რაღაცა, ეს სუფრაზე ვართ ჩვენ, მაგარი ქრისტიანები და მაგარი მართლმადიდებლები. უიმედე, გარო გამოფხიზდებით, კაცის შულს, არ ახსოვს. მე გავშიფრე და საკითხთან არის, ორივე. კარგი, ახლა გიორგი და ეხლა ისა მეგობრებო, ვინმეს კითხეთ თუ გაქვს, ჯობია ახლა აქ ვისაუბროთ, ვინაიდან ისა და მე ბოლო 10 წუთი ფოტოსესია გვიქნება და წავიდეთ სახლებში. ანუ გეშველა რა მე. კი ბატონო. ინტერნეტში წავაწყდი სამეგრელოზე ასეთ რაც პატარა პროდუქტი სამეგრელოზე ინფორმაციები, მაგრამ რა მონარდი იყო. დადიანები მოიხსნებოდა, დადიანი მოიხსნებოდა როგორც არა სახელით, არამედ ქრისტეფოჩით. ის უკიდურეს პერიოდი. თქვენ თქვით რომ მეგრელობა წოდებაო, ქართულობა წოდებაო, ებრაელობა წოდება არა, რანგი. გამოდის რომ მეგრელობა კიდე არა. არა, ასე. მეგრელი თავად სიტყვა. მარგარი. გამოდის ქრისტე კოჩობაც უმაღლესია. ხო, ახლა ქრისტე კოჩობას უდაუძახიან, ის კაცი ხარ დადიანი არ იყო ისეთი იმ რანგის დამსახურებული პიროვნება, რომ ქრისტე კაცი ეწოდებინათ მაგისთვის, მაგრამ თქვენ თუ გახსოვთ ის ზვიად გამსახურდია რო იყო, მაშინ იყო ასე ქრისტესავითარიო. მართლა რომ შეხედავთ ზვიად გამსახურდიას წანი ჰქონდა, სხეული ფიზიოლოგია ჰქონდა, ისე სანთელივით ჰქონდა, ეხლა ჩამოსმასავით, გამიგე რა სხვანაირი პიროვნება იყო და იმას თვალებში რო შეხედავდი, ეხლა იმ დროს მე არ შევაწყე, მაგრამ ის ვიყავ 21 წლის მაგალითად, მაგრამ მე აქეთ რო უყურებ, ეს თავიდანვე განცილული პიროვნება იყო. განცილული პიროვნება იყო და ეს იმით ჩანს კიდე მაშინ მისტიკაში და ყველაფერში, მაგრამ ერთ-ერთი მაშინ კიდე მქონდა მე ეს ახსნი და განმარტებული 4 ოჯახი იყო სანამ ის მოკლავდნენ მას. თუ თავი მოიგატო მოკლეს მაგას სხვა ისა თავარი რომ დაფიქსირდა კვლელობა სად და ვის ოჯახში პირავი დაწერა ორსაიას ოჯახში გარდაიცვალა და რატო აქ მნიშვნელობა იმიტომ გულო თვითონ გეუბნება სიგნის მეგობრად ცა არის თესი პატარა რო იგება ის გამიგეთ ანუ ის იდეა ის თესი რომელიც უნდა დაბადებულიყო მოვალ თუ არ მოკვდა მეტად ვერ გაიხარებს თესი თუ არ ჩადე მიწაში ვერ გაიხარებს ხო ამიტომ ეს თესის სახით იყო ეს ადამიანი როგორც ვახარი მარცვალი და მოკვდა იქ მაგრამ აი ამიტომ მე რაღაცნაირად მიგუანიშნა 4 ოჯახში იყო მაგრამ სანამ ისა ამ ოჯახამდე მოვიდა სანამ მოკვდა კონკრეტულად ამ ოჯახში მოკვდა რაღაცი თქუმი გაფეროს უნდა მე ხამეთი რაკას სახე გავს თვალი გავს ბატონო და რა ფილმში რო არის ხო? არაჩვეულებრივი გამოგონაში. ბურწა, ყდება მარცვალი. რახან მოკვდა ის კაცი იმის შემდეგ 1-მა, 2-მა, 10-მა, 20-მა, 50-მა დაიწყო მე სხვადასხვაგვარად. ბიჭო, ინჟინერია ის კაცი მოდის და რაღაცა ისტორიას აქვს. ქვეყანას ამერს, ხო? ფიზიკოსია, მოდის ეზოთერიაში და აქედან ქვეყანას ამერს. ამიტომ რომ ეს სახლში მახსენია ლევანი შემოგარგო? ეს შვილია თქვენ. ლევანი ფიგურა. ესე იგი არამეგრელობა, არამედ მარგალი არის რანგი. რანგი არის განვითარების. მერი არის ქართველი. მაგრამ ეს ისეთი გადასალაგი თუ აი ეს ვერ გადაახტები, გამორიცხული. შენ ცნობიერულად უნდა იყო დამრგველი პიროვნება, გამიგეთ? მერე გადადიხარ შენ რანგი, ან როგორც ინსტიტუტშია, ეთიკოსი, მეორე კურსი, მესამე მერე მოდიხარ ქართველი და მერე ბოლოს ნები, ახლა ებრაელს არ კიდარ იმას დაწე, რასაც ხია ებრაელი. ეს არის ებრაელის სევით. აი ეს არის იბერაელი. ქრისტე კაცობა იყო, ანუ მეოთხე გამგეუბნება. ებრაელი იყო გამანაპირებული. არა, ისე გვიწერია. ისე გვიწერია. არა, გამოიმას ეძახდნენ აბრაამს. მერიელი იყო თუ ებრაელი? ვინ? ჯერომელი იყო პირველი. პირველი რა მერიელი თუ ებრაელი? არა, კაცო, ებრაელი მერე გარსა ტერმინი იბერიამ შექმნა ეს ყველაფერი, მერე კოლხეთი, მერე დაიყო ეს, დაიხიჭა ყველაფერი და მერე გადავიდა ეგვიპტეში, მერე იქ საბერძნეთი დაარქვეს და მერე რომაეთი და ვინის რამდენად მერიელი იყო და მერე კოლხეთი, ხო? ხო, ნუ ეხლა მაგის შეიძლება კოლხეთი მაგალითად ჩვენ წელთაღრიცხვამდე 34 საუკუნეში კიდე აღმოაჩინეს სხვა წყაროებში. ჩვენ წელთაღრიცხვამდე წარმოიდგინეთ. ჩვენ ქვეყანას მართლმადიდებლად რა უნდა ერქვას ყველაზე სწორად? იბერია. პოლიტიკურად იბერია, ხო? პოლიტიკურად თუ ვიტყვი ეს ჯორჯია, გრუზია, ეს ზედმეტსახელი. იბერიას რო დაარქმევენ, მე გამოსწორდება. არ ითარგმნება. სახელი არ ითარგმნება. არ ითარგმნება, ჩვენ და ყველაფერს თარგმნით.
იქით რო არის ეცა. ესეთ არის თარგმნება, ხო? დიახ, ესპანეთი და იმაში იქით იბერია რო ქვია, ხო? მე ისედაც გაუკვირდება რატოა კაცო კიდე იბერია, ხო? რატოა მეორე იბერია კი არა, ნომერ პირველი დედანი იბერია ჩვენა ვარ. და ამის დაწესება უნდა წავიდეს, მაგრამ ეს 2030-ის საკითხი ვერ მოხერდება. იქით ამბავია, იქით ამბავია. ეგ სახელიც ხომ მოქმედებს ქვეყანაზე. როგორ არა? დროშას მოქმედებს, რომელსაც ვიძახიო ეშინისფერი დროშა, არსებები დროშა, ფაშისტების დროშა. ეხლა ერთი კვირის უკან აღმოაჩინე კიდე მუსულმანებს, რომელიღაც ქვეყანა პაკისტანში ყავს, სადაც თვალსწრები, იქაც რევოლუცია ხდება, იქაც შიდისფერი აი ესე დროშა უკავია ჩვენ ვაგის. ბიჭო მოაშოროთ ესე, არა ესე უფრიალები მაინც ამას. ამან რა დავიკავოთ, ბიჭო დაგვიფიქრი ახალი. მე ერთი ვარ და ხა მაგის პინიანა, მაგრამ არ ცალია მაგრამ. მე რო ყავდეს 20-50 კაც დავჯერ 4 კუტკას დავსვამ და მოვაფიქრები რაღაცაზე. არ იქნება მაგის სახელმწიფომა რაღაცა სხვა მაინც იქნება რაც. აბა დავით, ოსები იძახი ფიშობელი ოსი იყო მაგას. აი რა. გიორგი შეშვი რა ასეთი მასე. იმან მოიყვანე. არის და რა ქვიაო? ლუგელა კი უკრავი წყალზე ძახდნენ, იმიტომ რომ თავად არის ფორანაირია. ის კალცია, ბუნებრივი კალცი მოდის იქიდან. ეს სიტყვა საიდან მეგრული სიტყვა. აი იმიტომ რომ ლუგელა კი მეგრულია, მაგრამ მართალი გითხრა მაგაზე არ დამინტერესებულა, იმიტომ რომ შენს პირას არ შეხებია. მაგრამ წმინდა წყალს არა მარტო სამეგრელოში, ყველგან საქართველოში რაც კი სამკურნალო იყო, ზღაპრებში ყველგან წერია ის წმინდა წყალი. 70 გრამს ხიდია იქნება, აფეთქებში 70 გრამს. კი, გეტყვით ახლა ჩვენთან ეს კი არა 3 ლიტრა, 5 ლიტრა რო აგვეღო პრობლემა არ იყო, მაგრამ მე ახლა ისა სადარიან სამი ჩინელებმა იყიდეს თუ არ ვწდები ბოლოს 5 წელიწადია ჩინელებმა იყიდეს და ეხლა ვერ შედიხარ და აი ამ ხელა კიდე ვერ გამოგა. თუ მინიხარ 3-4 მანქანით ერთი წარმოადგენელი უნდა მივიდეს და აი ამ ხელა ლიტრი თუ გამოგატანეს მაგარია მაგარი. მე და არ მოცემ. იმიტომ რომ კალცია, ბუნებრივი კალცი მოდის ისა აკვირა, მიწიდან კაცო. გამიგეთ? მე ჩვენ გამოვიყენოთ და შეიძლება ბატონო? კაცო, მას მიყიდეს ჩინელებს და შემორაგულია და პარლამენტად მიდიან. როგორც ბორჯომი მაგალითად პანდემიის დროს აღმოაჩინე რომ რუსული ყოფილა. კი, რუსებს აქვს. არა, დამიდია, მაგრამ აი როგორც მინეს ეხლა რეზუმე გავაკეთოთ შეხვედრისა. გეტყვით ეხლა იმას რომ კი ბატონო, ეხლა მე ამას ვაკეთებ, მაგრამ ბევრი არის ისეთი მეგობარი, ჩემი მეგობარი, რომელიც მეუბნება რომ ერთი წამით რომელიც მეუბნება რომ აი ბატონო დავით მოდი ასე გავაკეთოთ, ისე გავაკეთოთ, ისქენი, ესქენი. აუ ამსდა. და ბევრჯერ მიფიქრია ხა ამაზე მე. გამიგე? ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ ეს შენი ფიქრი და მერექმედება მიდის ბოლოს იმ შემთხვევამდე, რომ ადამიანმა თავი უნდა დაწერო, ხო? კი ბატონო. ჩემთვის არ არის პრობლემა ეს. ესმით? აბსოლუტურად, იმიტომ რომ მე ბევრჯერ მოვკვდი ამ ქვეყანაზე და ბევრჯერ დავიბადე. და სიკვდილის საერთოდ არ მეშინია. არც მეშინია იმისა, რომ ცოლ-შვილი დამრჩება და რაღაცა ესა ერთი ყველაფერს მიხედავს. მაგრამ მეორე საკითხია, სად წავიღო ის, რომელიც ეს კიდე მე მილიონი ნაწილი ახლა რაც გითხარ. მე თვითონ რაღაცას მოვაკვნიტე, ასე ვთქვათ, ინფორმაცია და ეს გითხარ. ზოგჯერ ვამბობ, მოდი ეს თქვა, ის თქვა, ის თქვა, ასე ვთქვათ. ზოგჯერ არის ესეთი სიტუაცია, უკან რაღაც მაწვება, შინიდან მაწვება, თქვი, მიდი გამოვუში, თქვი და აქით ის მაწვება, აქით აი ფაგავად გიტა მახსენდება, ფაგავად გიტას რო წავიკითხე მაშინ, გარეთაა ყდაზე, ერთი ცხენია და ხუთი საკვია მხედარი და აი ბოდიში ხუთი ცხენია და ერთი მხედარი და ხუთივე უჭირავს ასე, ხუთივე თავისი გზნობებია, გამიგე? კი მიქრის, მაგრამ ესე უჭირავს. აი ესე მოვდივარ დღემდე და მოვედი გადაწყვეტილების სიმამდე, იმიტომ რომ გიხარ, გავაგზავნო თუ არ გავაგზავნო, მიღის, არ მიღის. როგორც ხედავ არ მიღის, მაგრამ თავგანწირვა როგორც გითხარით არ არის დიდი პრობლემა, მაგრამ შედეგს რას მოიტანს? აი ის მაინტერესებს. შედეგი რა იქნება? აი თავიდან რო თქვი, კი ბატონო.
აი რაც თქვენ ძალიან ხარ, აი ბოლოს უკვე გავაგზავნე თუ არა. აქვე კაშოეთი. შესაძლოა ახლა ასეთი ნახატი არის შევით პიროვნებას თოქით მოყავს უჩვეულ. აი სურათი აქ ამას ხედავ მე თქვენი შეჩერება. შეიძლება. დავუპისტო კაცი. ხო, ვიცი ეს თქვენ ვართ ვიცი მე ეს ყველაფერი მაგრამ ბატონო ელგუჯა თავი რო წარადგინყავს რა ძალიან ელგუჯან ვინც გამოდიხარ თავი წარადგინყავს არა წარადგინეოს ვინაობა ელგუჯა ვინახა დოქტორი ისტორიკოს მაგრამ ერთი კაცი მარტო ვერაფერს ვერ აკეთებს აი ვინც კი ახავარ შექმნებილები რა ბატონი დავითის ხდა და იმედია მომავალ ესე განმეორდება აი ამ აფაში აი საკუთარ საზოგადოების ბაზაზე შეიქმნა ცენტრი რომ ბატონ დავითის გვერდში დავუდგე ვისაც როგორ შეიძლება ეს გავაკეთეთ ბევრჯერ გაცნო არ გამოსულ იდეა ეს აუცილებლობა გამომდინარე რომ გავაგზავნო აი ამ ბაზაზე დაკნოდი გამძოდეს სულიერ მატერიალურ ფალსაფებები და სხვადასხვა საქმეების კეთება ვისაც როგორ შეგვიძლია მარტო კაცი ვერაფერ გააკეთებს რამდენი ხანი უნდა იფაროს გამოკითხა ბაგატია ეს ამ გამოდრო სხვადასხვა არ გამოს იმათო იმაი ჩემი გასაკეთებ რამდენი კაცი საქმეს ეს სასიამოვნო დისპუტები ისე თემაზია თემაზე ო დააჭა ვინდა მე დავშლი წავაჭა იმათო მაგრამ აი როგორ აი კოპივი თავი რა აი ამ დარბაზში შეიძლება რაღაცა ცენტრი რაღაცა უჯრედი რომელიც ამ კაცმა გამოიწვია ამ კაცის გარშემო ვისაც როგორ შეგვიძლია ისე დავეხო თუ შეიძლება ხო ყოველთვის ვერ მოხდება ამის შეკრება მაგრამ ორი საშუალება იმდენ თუ შეიძლება ზუმის საშუალება მე დავაფინანსებ იმას იმეცი ხარ ზუმის საშუალება დავაფინანსებ მოხდეს ვერ შეიძლება დავფოს რაღაცა კონფერენციის გასში ორგანიზება და ვინ რა გააკეთა ახალი იდეები ახალი ისე და ესეთ შეკრება ეს ისო გოგდოს კონტროლობა მიეცეს მე ბატონო ელგუჯა ეს ამა იდეა დავსე და გონი უყურისა ზუდი არ უნდა იყოს მადლობა ბატონო ელგუჯა აქ უმრავლესობა და უმრავლესობას ეს არ ესწავლება ეს ზიციან ამ ხალხმა იმიტომ ხო ძირითადში აქ უმრავლესობას თითქმის 100% არის ისეთი ადამიანი რომელიც მე მიდგას გვერდში კარგახანია და იმათი მეშვეობით და მეობით დავდივარ მე და ვარსებობ და დღესაც აქაც რომ ესეც თანხარი გადასახელი მანამდე უფასო იყო ხო ვიცით ეს ყველაფერი მაგრამ ასე არ გამოვა იცით რა არის თუ იტყვი უნდა თქვა ისეთნაირად უნდა თქვა რომ აი რო იტყვი ტაშტი დავარდა და ხმა გავარდა უძველა რო იტყვა და ხო ისეთი ხმა უნდა კონდეს რომ ერთმა ერთბაშად გამოიბრუნოს ერთმა სიტყვაზე 1000 ლაკაცმა არა ერთმა და ორმა გამიგე მე რო თქვა ისე ნახევარ პენალი დაარტყიო ბიჭო ნახევარი ძალი დაგერტყაო ფეულარო ეტყვი ისე ნახევარი ძალი ვარ ჩემი დარტყმა არა თუმცა ბევრის ეს სენსაცია და ბევრი რაღაცა მიგნება და ის არ მიგრევარი ხო გამოგვიძებაც არის კი ბატონო ყველაზე უდიდესი რაც არის მაგრამ ამ ნახევარ ძალით ქეც ვარტყამ ქეც ვერ ვარტყამ და არ გამოვა ისა ჩვენ ვართ ყველა უბრალო ხალხი მარცხნა მარჯვენა როგორც კიდე ეს და უბრალო ხალხი აქ მილიონები თავს არ ყოფენ გამიგეთ არ ყოფენ იმიტომ რომ ბიბლიაში მოწერია ეს ათლი მიფროადრე გავანებს სულ მიდე მილიონერია იმიტომ რომ მათთვის არ არის სასופველი და ამათ ისე მოუტრიალის ტვინი რომ თუ ერთ ეკლესიას დადგამენ იქ გონიან იმას გოტეს მიცემენ იქ და გაუფენენ თეთრხანჩაზე ისე მიუყვანენ სამოთხეში და აი ესე სულელო დაზურებენ ესე იმ მილიონერებთან კიდე მქონდა საქმე ნუ ბოლო მე თქვი ცოტა ასე მორიდებულად ვეთქი ისე ვეთქი ბიჭო ესმის მაგრამ ატარებს არა ზორბერი ხარები ბოლო პირდაპირ ვუთხარი კიო რას მეუბნება ერთი და მეორე კიო მაგრამ ხო იციო ზვიადი რატომ მოკლეს გამიგე ითა ვითომ ეხა მე მასტრახოკეს მე შენ არ მოვცემ იმიტომ რომ შენ მოკლავენ აი ეს არის ფული რო არ უნდა გაგებარებო აი ესეა და არ გამოვა ჩემო ელგუჯა ეს რამდენზე არის მცდელობა ჯერ ერთი ტელევიზიის მცდელობა ერთხელ ორჯერ არ გამოვიდა აი მე აშკარად მე ხო არაფერს არ ვნალავ
მე არაფერი საზოგადოებისა არ დამიმალავს მით უმეტეს იმ ხალხისა, რომელიც რაღაცა გვერდში მიდგას და ისა, ხო? ესე იგი, ერთ წელი ორ თვე დაახლოებაში, სამ თვე შევაგროვოთ რო ვიძახი და მეორე წლის ბოლო ძლივს რომ მოგროვდება, პირდაპირ 400,000 ლარი. გაყავი ხა ის რა გამ. ხო, 2 წელიწადს ვეროდე მანამდე ხო იხარჯე მაგაც ეს ტახა ისე ხო არა. და ეს ერთბაშად რო არის მაშინ არის კარგი თუ არა, ცალ-ცალკე არაფერი, ნუ ცალკე არის რაღაცა უბრალოდ თვიდან თვემდე. გავაკ რაღაცას გავაკეთებ. აგერ იმას ვისად მოგაწოდეთ ინფორმაცია და კი ბატონო ბევრს გული გაგიხალისდებათ, გონება გაგესდებათ, გამოგეღვიძებათ და კარგია, მაგრამ უბედურება კიდე რა არის ცით? აი, როდესაც ბევრი რო ყავს მეგობარი, ხო? ხო და ისეთ ინფორმაციას რო ვდებ, კი, ხედავ, ვიც აზიარებს, მაგრამ აი რო უყურებ, რო ქსიამოვნებს, რო კარგია, რო მართალია და რო არ აზიარებ, აი ეს არის უბედურება. ვიდო ერთბაშად რო გააზიარო სიტყვაზე 1000-მა კაცმა, მაშინ რაღაცა გამოვა, გამიგე და თუ არა და 3-4,000 რო ყავს მეგობარი და 150 და 200 რო გააზიარებს და დანარჩენ ხო გარჩენდა ის ინფორმაცია ხო არ წავიდა იქით, გამიგე? იქ დაიმალა შენთან. ჩაიფუშა ეს ინფორმაცია. ჩაგვდა. შენიც იმარლო და მორჩა. კარგი მუქრებია, ბატონო დავით, ასეთ რაღაცები. როგორ არა? დღეს ისეთი ცხოვრება არ ყავს, ზვიადი მომისაო, კაცო, ისე გააკეთავ. მე უთხარი, შენ მამას ხო ზვიადის დროს ყველას ჯიბეზე ფული ქონდა. მაშინ ოჯახი რო დაეტოვებინა 3-4 დღით პრობლემა არ იყო. მამაკაც. არ იყო პრობლემა. რომ მას თახა დატოვებული ქონდა სახში, დამუშევა. მიხედავდა ცოლი ან დედა, მამა ყველაფერი გამიგე. ან ზვიადის რა პრობლემა ქონდა, მამამისის ფული ქონდა, ჩემწრალთა კავშირიდან ქონდა ფული და ყველაფერი. არ იყო მაშინ ფული პრობლემა. დღეს ისე გაგვიხადეს სატანამ დრო, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ფულზე. აბსოლუტურად ყველაფერი. მართალია. გადაადგა ქალაქში მით უმეტეს. კარგით. დრო მოახლოვდა, დავიწყოთ ახლა გავიგოთ სურათები. მოდი კი ბატონო. მოდი კი გადაგვიგოთ. მოდი ორ-ორად რო ხოხა გადავიგოთ. შეგინავდა? მოდი გადავიგოთ. ხო, კარგი. ყვარმია. დედრი და მამის შედეგი ხვილი არის.